დავიღალე საღამომშვიდობის. მოკლედ დღეს დილას საქმეებს ვაკეთებდი სახში, მე გავიქეცით ჩემთან, გავიქეცით მე და სოსო. ახლა ხანს მოვედით, მომერთო ჩემო რამჭირს, დაღლილი რომ ალბათ მაგიტო. და მოვედი თუ არა ეგრევე ღუმელის გახეხვა დავიწყე, ანუ ის ელექტროღუმელი როა. სოსოს უნდა როდის მომცავან და მისა ფენოვანი ცომი რა, მაცივარ ჰქონდა საყინულეში. მე შევდე ზემოთ, რომ მეთქი ცოტა გავღვესთხო და მეთქი გავუკეთებ შტრუდელს. მე ვიფიქრე, მეთქი ნაპოლეონი ხო არ გავაკეთო თქო და მე მოვიფიქრე ესეთი რაღაცა, მოდი მეთქი გავაკეთებ შტრუდელ ნაპოლეონს ერთდრო. ანუ კრემიანი იქნება შტრუდელი. საერთოდ შტრუდელი არის ახლა ნაღების კრემით და რაღაც, მაგრამ მე ავდგები და ახლა მოხარშულ კრემს გავუკეთებ, რაღაცა ჰიბრიდი იქნება და ვფიქრობ გემრიელი უნდა გამოვიდეს, არ ვიცი, ნუ მოკლედ ვაშლიც იქნება, კრემიც იქნება და ფენოვანი ცომით. ხო, ნუ მე და სოსო სხვათა შორის უკვე მეორე დღეა დიეტაზე ვართ. ეს არის ბოჭკოვანი პროდუქტებს ვღებულობთ. თან იცით რა არის, აქამდე ისეთი სიმძიმე მქონდა, საერთოდ რა, ანუ მთელი ეს კუჭი დამძიმებული, ყველაფერი რასაც ვიღებდი ნებისმიერს, არ აქვს მნიშვნელობა. ვითომ დიეტური რომ ეგონა და რაღაცა ესე ძალიან ისე, ნუ აი მიღებული როგორც არის, როგორც არეკლამებენ რომ ეს უნდა მივირთვა, ის უნდა მივირთვა, ანუ მოკლედ ესე მივირთმევდი და აღმოჩნდა რომ თურმე არასწორად ვაკეთებ რაღაცას და ერთ-ერთ YouTube-არზე გადავეყარე ერთ-ერთ ექიმ ქალს, ამ დიეტოლოგია თუ რა, მოკლედ დიეტოლოგიც არ ქვია, ნუ სწორი კვების სპეციალისტია თუ რაღაც ეგეთი რა, მოკლედ. ხო და აღმოვაჩინე რომ თურმე ახლა თან მან ინდივიდუალურია ყველაფერი. მოკლედ ასაკსაც არ აქვს მნიშვნელობა, ეს გენეტიკურად, ნუ ყველაფერი რა და მე კარგად მოусმინე, სმენელი კარგი ვარ სხვათა შორის, ზოგიერთებისგან განსხვავებით. ხო და კარგად მოусმინე, გავიაზრე, მე სხვა მოსმენელი ადრე რაღაცეებიც რომ მქონდა ის დავაკავშირე რაღაცა და დასკვნები გავაკეთე საჩემოდ. და არა მარტო საჩემოდ, სოსისთვისაც. და გადავწყვიტე, ანუ პრინციპში ერთ ჭერქვეშ ვცხოვრობთ და ფაქტიურად ესე ითვლება, როცა ერთი სამზარეულოდან მიყვებებით თუ როგორ თქვენ, ერთი ქვაბიდან თუ როგორც არის რა. ძირითადად თან მით უმეტეს გენეტიკური ნათესავები და რაღაცა, ძირითადად ერთი და იგივე პრობლემა აქვს. აქ ასაკი, რა თქმა უნდა, ის მოზარდია, მე უკვე ვბერდები. ხო და მოკლედ შევაჯამე ეს ყველაფერი და გადავწყვიტე ესეთი რაციონალური ხო კომბინირებული ბოჭკოვანი ესე საკვების ჩართვა რა, უფრო ვაკვირდებოდი რომ მე საერთოდ როგორც აი ესე დაკვირვებით რა, არასოდეს არ შემრჩევია ტრადიციულად ახლა ან იქ წვნიან სულ გავაკეთებდი ან სუპს გავაკეთებდი ჩვეულებრივს, ახლა როგორცაც თითქმის ყველა აკეთებს. ბორში იყო, იქ მაკარონი, ყველით თუ იმითი თუ ამეთი, იქ ვთქვათ ხანდახან ვთქვათ კოტლეტები, ხანდახან ქათმის ბარკალი რა, ნუ მოკლედ 1000 რაღაცა ეს სხვა ინტერპრეტაციით და ნუ კარტოფილი ან შემწვარი, ან მოხარშული და რაღაც ესეთი. თურმე სად ცდებოდი და მოკლედ ესე გავაკეთე ახლა. აი წარმოდგენა რომ შეგექმნათ, მოკლედ მასა დავაყენებთ ახლა აქ ჩემი საფარჩული. ხო და ნალექიან ყავაზეც ცოტა ხანი უარი ვთქვი, უარი როგორ ახლა თვად სვა ვთქო, ვერ ვიტყვი, ნუ სვა ოღონდ, ახლა ვეგეტყვით. მოკლედ ნალექიან ყავას ვწურავ, იმიტომ რომ ის ნამცეცები თვითონ დაფქულის მაინც ხდება გულშემატკივრებში და თავისთავად არ არის სასურველი. ამიტომ ვწურავ, როგორც
ადრე რომ თქვი ვიდეოში ბრაზილიურ ფილმში ვნახე მაგას ახლა აკეთებს ყავა მანქანა თუ როგორ ქვია კოფე მაშინა ხო და მოკლედ ესე გადავწყვიტე იმიტომ რომ ნალექიანი ყავის გარეშე მე ხო ვერ გავცლებ იმიტომ რომ უნალექოს რო ვსვამ წნევაზე მოქმედებს ანუ მე წნევა ხომ მაწუხებს და ну მაწუხებს იყვე დაახლოებით 2 წელია თუ 2-3 წელი იქნება რა დაახლოებით ესე ანუ პირველად რო ამიწია მე საერთოდ ვატარებდი 170-ზე ეს იყო ჩემი ნორმა ეხლა სისტემატურად მაქვს 130 135 შესაბამისად ესე 95-90-ზე რა ესე ხო და საშინელი სუნი აქვს ახლა ღუმელი ჩავრთე რომ მეთქი ცოტა გაშრეს გამოწვას თქო და ну მოვითმე და ვქნაბა ეს ახლა უნალექო ყავა გავიკეთე ბარონში ვიყიდე ისა ასაწონი კარტნო არის ხო ახლა რას ვიძახდი სად გავხდი წარმოდგენა რო გქონდეთ ანუ როგორ და სხვათა შორის დამეტყო კიდევაც ახლა არ ვიცი თქვენ შემატყობთ თუ არა მე ვატყობ ჩემ თავს რომ მუცელი რომ მქონდა შებერილი და რაღაცნაირად ისე ვიყავი ცოტა შევთხილთ თან 2 დღეა რაც დავიწყე სწორი კვება ანუ სწორი კვება ქვია თუ როგორც ქვია რა ხო პრინციპში ესე ქვია სწორი კვება ჩემთვის სწორი კვება სხვისთვის სხვანაირი იქნება ალბათ ყველას თავისი მენიუ სჭირდება და უკვე შევატყე ჩემ თავს რომ რაღაცნაირად უკვე დაიწყო რა მეტაბოლიზმი ჩამერთო და ხასიათზეც დამეტყო ანუ ხასიათიც გამომისწორდა მოძრაობაშიც ცოტა უკეთესად ვარ რა შედარება ეხლა მაგალითად დილას რომ ვიძებდი კაი 100 კილო არა 100 კი არა ტონიანი ადამიანი ვიწეოდი საწოლიდან გადმოტრიალება გეგონებოდა რაღაცა ტყვია ჩამასხეს სუნთელს ხელში და რაღაცა ვერ მოძრაობდი ნორმალურად ადგომაც ხალისით არისო ანუ ისე ვიღვიძებდი თავისთავად ეხლა ხასიათზეც მოქმედებს ხო ეს მე ადრეც თქვი და უბრალოდ ეს მოვიწყდება ხოლმე კუჭნაწლავის მდგომარეობა ძალიან დიდ როლს თამაშობს საერთოდ ჩვენს ხასიათზე სახის ფერზეც განწყობად ნუ ყველაფერს რა მოკლედ და ხო კიდე გადავუხვიე წარმოდგენა რომ გქონდეთ მეთქი ანუ როგორ ეს თეფშზე ესე ვაკეთებ ახლა მაგალითად გუშინ და დღეს ესეთი გქონდა საუზმე მოხარშული კვერცხი შემწვარი მაგრამ თავი შევიკავე იმიტომ რომ მაინც ხო სიმჟავეს იმის მერე ზუსტად იმის მერე არ შევუწუხები ვარ მოხარშული კვერცხი წიწიბურა ოღონდ ძალიან გადახარშული წიწიბურა არ მიყვარს ფაფასავით რომ ანუ უნდა მასვლები ჩანდეს ანუ თეფშზე წარმოგიდგენთ ესე წიწიბურადებს მოხარშული კვერცხი ну ეხლა ისე იმას ვქენ იმიტომ რომ ხორცი რო არ მქონდა ამიტომ 2 კვერცხი მეც 2 კვერცხი ესე 2 შემდეგ ისა მწვანილები ანუ ოხრახუში სალათის ფოთლები და ეს დღეს მქონდა საუზმეზე და გუშინ წიწიბურა ისე იმიტომ რომ ბევრი მომხარშე წიწიბურა ეს გრილზე გაკეთებული გრილზე რას ვიძახი ახლა მე ტოსტერში ვაკეთებ და ძალიან კარგად გამოვიდა მოკლედ ბადრიჯანი დავჭერი მრგვლად ჩავაწყე ტოსტერში ოდნავ გავუკეთე რომ დადახა ძალიან არ დაწეპებულიყო და მოკლედ გამოვაცხე და ძალიან სწრაფად გამოაცხო ეს ბადრიჯანი სტაფილოც სხვათა შორის ოღონდ ისე თხლად დავჭერი რა ძალიან თხლადაც არა აი ესე სადღაც ესეთი 9 სანტიმეტრი შეიძლება სანტიმეტრამდე და მოკლედ ესე ბულგარულიც ესე იგი ბულგარული წითელი მწვანე სტაფილო და ბადრიჯანი
ხო, ეს მოულაგე ამ წიწიბურას და ასევე ოხრახუში და სალათის ფოთლები. აი ვითომ არაფერი, ხო, ეხლა რაღაცა ესეთი, მაგრამ ისეთი ნოყიერი იყო. ხო, და ერთი ნაჭერი პური. მხოლოდ ერთი ნაჭერი მინდოდა ის ჭვავის ან ქატოს პური, მაგრამ არ მქონდა და რაც იყო ის შემეძლო გამეხუხა, მაგრამ რაც იყო არა უშავს, მაგრამ არ მაწყინა იმ ერთმა პურმა და ესე იგი, ეს რომ მივირთვით მეც და სოსომაც, სოსაც ვკითხე, მეთქი, მეთქი, ანუ როგორ გრძნობ თავს, ანუ დაგაკმაყოფილა ამ თქო ლუფამ. თუ კიო სხვაც შეს, იმიტომ რომ აი როცა იკვებები და ვერ გრძნობ რომ მაძღარი ხარ, ძალიან ცუდი გრძნობაა და გონია რომ რაღაცა გაკლია, რაღაც ნივთიერება გაკლია და აწრიალებული ხარ და აი შეგიძლია ყველაფერს მიედმოედო და არის ეს მომენტი. მეც მქონია და სოსაც მქონდა რა მოკლედ და მითხრა რომ ახლა არა მაქვს ეგ ანუ ასე ვთქვათ კიდე ანუ დარჩენილი შიმშილის გრძნობა პირიქით ანუ даже შევატყე კიდევაც საერთოდ როდესაც მიირთმევს ვაკვირდები ხოლმე და რაღაც მომენტში თითქოს გაჩერდა ანუ უკვე საკმარისი იყო მაგრამ რაც თებზე იყო მოასუფთავა რა მოკლედ და თავარი ის არის რომ როგორ გრძნობ თავს ეხლა არის მგონი 8 საათი. სოსო რომელი საათია? 8 არის? მოკლედ 8 საათია. ეხლა ვაკეთებ, ვახშამი მაქსიმუმ 9 საათამდე და მე სადღაც ისე 10, 11, 12 პირველზე ალბათ დავიძინებთ, ანუ 4 საათი უჭმელი უკვე ანუ კუჭი ცარიელი უნდა იყოს ხო და საუზმეზე ანუ ესეთი მე ერთხელ გადავიღებ ყავა არ შეიძლება ეგრევე რო დალიო ანუ საჭმელის მერე 40 წუთი მაინც უნდა იყოსო გასულიო და რატოა ყავა მაგ დროს კარგი იმიტომ რომ მოკლედ ეხლა ეს სამედიცინო ენაზე ვერ აგიხსნით მაგრამ მე როგორც გავიგე რომ კუჭში, ანუ ეს ბოჭკოვანი საკვები ანეიტრალებს, მოკლედ ყველაფერს სხვა სიკეთესთან ერთად სიმჟავესაც წევს დაბლა და ამიტომ როცა ყავას მიირთმევთ 40 წუთის მერე თუ როგორღაც არის, მოკლედ რაღაცას აჩერებს რომ სიმჟავე, ანუ მაინც რაღაცა დოზით ხომ და იყოს კუჭში შენარჩუნებული და იმას ინახავს რა მოკლედ ყავა უკეთებს ბარიერს რა პატარა. ნუ ძალიან ესეთი ის არის მე ვერ განმოგცემთ ვერ გიყვებით მაგრამ გაგებით გავიგე რა მოკლედ უბრალოდ არ ვიცი ალბათ ვერ მოგიყვებით რა ესე დეტალურად თვითონ იმას უნდა უსმენ თან რუსულად უსმენ მე საერთოდ ესეთ ვიდეოებს და რუსულად შეიძლება მოვახერხო და მოვაბათავი. ხო, ну მოკლედ ესეთი ამბები. დიდი სამბით რომ ვამბობდი მიუსლი მეთქი. კი, მიუსლიში არის რაღაცეები, ეხლა რასაც უყურებ, სადაც არის ხოლკლუპეული ძალიან სასარგებლოა, ოღონდ მე თავი შევიკავე ბოჭკოვანი რა პროდუქტშიც უფრო მეტია იმას მივაწყდი, ანუ ეს არის წიწიბურა. კიდე არის კი ანუ თუ აი სულ მავიწყდება ამის სახელი, მოკლედ მიხვდებით რაც არის ეს წვრილი ის რო არის და ხორბალი როა და რო ასხავ წყალზე რო ფუმფულდება. ხო, და მოკლედ ლობიოშიც არის, მაგრამ ცოტა მძიმედ გადასამუშავებელია ისინი. ხილიდან ვაშლი, მსხალი, ლეღვი ახლა არ არის, კიდე რა იყო? კივი, ანუ რაშიც უფრო მეტია ეს ბოჭკოვანი, ანუ რუსულად კლიჩატკა. ხო და მოკლედ რა ვიცი, თუ რა ვიცი, დღეს თავს გაცილებით უკეთესად ვგრძნობ, რა შედარებაა.
გუშინ უკვე რაღაცა ვიგზენი, მაგრამ იმდენად აი დღეს ვალ რა იქნება ზედა არ ვიცი. აშკარად უგზნობ რომ ეს ხო და რა ისა აი ხალხი ხო სვავს რაღაცა იმას ანუ შადმდენს სითხეს ასე ვთქვათ თირკმელების გასაწმენს და არ ვიცი ეს ამ ყველაფერმა ეტყობა დადებითად იმოქმე და ორგანიზმი ამიმუშავდა აი ნორმალურად როგორც მუშაობდა თავის დროზე ერთ დროს ახალგაზრდობაში დღეს ესე იგი მოვიტანე ეს ჩვენ მაღაზიაში ბარდა ვიყიდე ბარდა და ეს კამა ესე იგი ახლა ვაკეთებ რას კარტოფილი მოიხარშება მაგრამ დამიხარშებ რაიმე კი რომ გავჭრიდე всё უკვე всё და მოკლედ ახლა კარტოფილს გავაციებ ცხელი არ ვარ გამ ცხელის ჭამა ანუ თბილისაც ანუ ცივი უნდა იყოს მოკლედ ამას გავწკვნი დავჭრი მოვაყრე კამას ასევე ბარდა ხვალისთვის ალბათ ისე წიწიფურას გავაკეთებ მოკლედ სალატის ფოთლები და შეიძლება კიდევ ოხრახუში არ ვიცი მოკლედ რაც უფრო მეტი იქნება მწვანე რა მოკლედ და კამა სალატის ფოთლები ასევე ოხრახუში აი მახსოვს მე ადრე ძალიან ხშირად მწვანელს მივერთმევდი ყველანაირ მწვანელს წიწმატი იყო ოხრახუში იყო ეს ქინძ არ ვჭამდი ხოლმე მაგრამ ერთი პერიოდი რომ გავსინჯე მომეწონა კიდევ ეს ნიახორი შეიძლება მაგრამ ნიახორი ცოტა ისეთი ის არის რთული საჭმელი ამიტომ ღეროებს ჭამენ ხოლმე დიეტის დროს კიდევ რა მწვანე ხახვი ხო ხახვიც ძალიან სასარგებლოა და გამახსენდა მე სოსოც კითხულობდა რა და მითხრა რომ დედა ვნახე ხახვიც არის ეს ისო ბოჭკოვანიო ხო და ანუ საერთოდ მე მგონი ძალიან ბევრი პროდუქტია ზოგადად მაგრამ ზოგში ანუ რომელშიც უფრო მეტია რა იმებზე ვამახვილებდი ყურადღებას და გამახსენდა ღამე როცა მომშვიდებოდა ხოლმე ეს იმ პერიოდს გეუბნებით გამხდარი რომ ვიყავი, აი მართლა გაჩქინებული და რა ვიცი, ყველაფერს ვჭამდი და არ სუქდებოდი. და საღამოობით თუ მომშვიდებოდა ხოლმე, მახსოვს, ავიღებდი ხოლმე, არ ვიცი რატომღაც ძალიან მიყვარს ხახვი და პური. ხახვს ავიღებდი ხოლმე, ცოტა მარილს მოვაყრედი ხოლმე, ხახვი და შავი პური. და ან რამე ფილმს ვუყურებდი რაღაცა ხო ან თუ ვთქვათ იმ დღეს ვთქვათ ხახს არ მივერთმევდი ვაშლს მივერთმევდი ხოლმე და რო დავაკვირდი ძალიან ისეთი ჯანსაღყვებს ღებულობდი და რა მეტაკა ამ ბოლო ხანებში არ ვიცი შეიძლება სტრესის ბრალია რომ ჯერ ერთი რომ რაც ჩვენ გადავიტანეთ ზოგადად ის რომ ბინას ანუ გაგვიყიდნენ უკვე აუქციონზე და ანუ ბინას ფაქტურად დავკარგავდით რა ხო და ამაზეც გავინერვიულეთ მე მამა გარდამეცვალა ესეც დაემატა მე გადაბარგება მე ასე ვთქვათ შეჩვეული რომ ვიყავი მთელი ცხოვრება რომ დიდ ოჯახში ვცხოვრობდი და ერთმანეთს ვეხმარებოდით და რაღაცა ერთი დიდი ოჯახი ვიყავით და ერთ გუნდად ცალკე რო გავედი რაღაცა ცოტა სიმარტოვეც ვიგრძენი ну მოკლედ ეს ყველაფერი თავისებურად მე ეს უაზრო სამსახურები რომლებშიც არღირს მართლა არღირს მუშაობა იმიტომ რომ ну ახლა მე არ ვიცოდი რომ ცოდნო და აი ცხვირსაც არ შევყოფდი მუშაობის დაწყების თვალსაზრისით მართლა უყონდ იმიტომ რომ არ ვიცი როგორც შევატყე ანგრევს მართლა ანგრევს ფსიქიკას ჯანმრთელობას და რატო ახლა აგიხსნით ჯერ ერთი მე მაგალითად ახლა სამსახურში რომ მივდიოდი დაუშვათ დილის სვლაში თუ გახსოვთ ახლა ის ვიდეოები წლის რას ვაკეთებდი დილას
უცბად თუ მოვასწრებდი, ყოველთვის არა, ანუ სრულფასოვანი საუზმე არ მქონია. ყავას გადავკრავდი ხოლმე, თუ მაგასაც ვასწრებდი და გავრბოდი. ხო, იმიტომ რომ ვამზადებდი სადილს, სოსოსთვის რომ სახში მქონოდა, მოკლედ ან რაღაცა, მოკლედ აი ესეთი აურზაურში ვიყავი და მე სამსახურში თავისთავად არ მქონდა იმის დრო, რომ თქვათ, რომ წამეღო კონტეინერით რამე საკვები, დრო არ მქონდა მაგისთვის, რომ მიმართვა და რატომ. ეხლა მე რომ ვინმე დამხმარე მყოლოდა, ხო, ბავშვი თქვათ წაეყვანა მოეყვანა სკოლაში. კიდე ხო, მაგრამ ჩემი გასაკეთებელი იყო, ამიტომ ეს 1 საათი რაც შესვენება მქონდა, ვიყენებდი ამისთვის და ზუსტად ყოფნი და დაჟე იყო შემთხვევები, რომ 5 წუთიც დამიგვიანია და მაგაზე ერთ ამბავს წევდნენ, წარმოიდგინეთ და იმის გარდა ეხლა მე საკვები რომ იმეღო რაღაცა, ატეხავდნენ ერთად, შენ უკვე გამოიყენე შენი შესვენება და ასე შემდეგ იყო ესეთი უხეში მომართვები. ხო, ყველგან ორდაბიტშიც, გვირილაში საერთოდ რას ლაპარაკობ, რა 1 საათიო, 9 საათიო. და მე ვიცოდი ახლა რა პირობები იყო და იმიტომ მივდიოდი იქ და მე ვიცოდი 1 საათი და ესე თქვა, არ ვიცი ეს თავისი ის იყო ეთყობა ინიციატივით. ხო, მე იქ მეორე ვილაში ვგადავედი, ის ქალბატონი ვინც უფროსი იყო, იმან საერთოდ თუ არ უნდა იყოს, რა ვიცი, რაღაცა შტერობებს იძახდა, ძალიან ისეთი შეუგნებელი. ხო და ძალიან უცნაური ქალი იყო. მოჩვენებები ჰქონდა. ეშინოდა რომ მისი ადგილი არ დამეკავებინა თუ რა ვიცი მე, რაღაცა ის ჰქონდა. არიან ესეთები ცოტყობა. ხო, და მოკლედ იმის თქმა მინდა რომ რეჟიმი მქონდა კვების საშინლად არეული. და უკვე აი დღის ბოლოს, აი ვთქვათ დილის სვლა იყო, ან დღის ბოლოს ასვიძახი ახლა ბავშვს სკოლაში მივაკითხავდი და უკვე და მეორე ცვლაა სოსო გამოვიყვანდი სკოლიდან, უკვე ბნელოდა, ვთქვათ საღამო იყო და აი საღამოს როგორც და აი რაღაცა ჩავიყრიდი რაღაცა საკვებს და თანდაღლილი მეძინებოდა. ხო, და როცა მეორე ცვლა ვიყავი, ესეც კიდე კატასტროფა რა, მოკლედ დილას საერთოდ ვერ ჭამდი, ყავას დავლევდი. მე რაღაცას ცოტას აი ისე ჩქარა შევჭამდი, იმიტომ რომ სახში ქვეყანა საქმე მქონდა კიდე გასაკეთებელი იმის გარდა, რომ საკვები უნდა მიმეღო, უნდა დამელაგებინა, უნდა ტანსაცმელი მომეწესრიგებინა სოზოსთვის და მოკლედ დიასახლისი ქალები მიხვდებიან ასე მაქვს საუბარი. და მოკლედ ესე გვიან მიწევდა კვება და თან ისე უაზროდ არ ვუკვირდებოდი, ოღონდ საკვები ყოფილიყო და ესე გავინადგურე ჯანმრთელობა, თან გადაღლა ზედმეტად ძირითადად ფეხზე ვიდექი თავიდან, მე მოვიფიქრე და მე გადავიყვანე ხალხი, ანუ თანამშრომლები რა, იმაზე რომ დამჯდარი იყვნენ, იმიტომ რომ მე ვიყავი პირველი, რომელიც შეიძლება მანამდე ჩემამდე ვიღაცა ადრე როდესაც იშდა, მაგრამ რაც მე ვნახე, ხა 9 წლის მერე, რაც 9 წელი ფეხზე ვიდექი. ხო, მოკლედ ბევრი რა ვილაპარაკო მაგაზე, გამგები გებულობს, ვინც ვერ გებულობს და ვინც მემაპატიეთ და ხისთავიანია, ის ხისთავიანად დარჩება ბოლომდე და თავის დაკრულზე უნდა ცეკვა და ესე ესმის. იცით რა არის ადამიანი, ანუ კატეგორია ადამიანის, რომელიც გაუაზრებლად, ანუ პრიორიტეტები არ აქვს რა გადახარისხებული. მაგალითად არიან ესეთი ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ ვთქვათ ჯანმრთელობაზე მაღლა განათლება დგას, როგორც ეს ჰერმიონასავით რა. მე ვთვლი, ჯერ უნდა იყოს პირველ რიგში მშვიდობა ქვეყანაში, მერე უნდა იყოს ჯანმრთელობა, ანუ მე პარალელურ რეჟიმში და მერე უკვე განათლებაც, გართობაც და ყველაფერი დანარჩენი. ანუ
პრიორიტეტში დგას რა? ჯანმრთელობა, ადამიანების ჯანმრთელობა. მაგრამ ძალიან ბევრს ეს პრიორიტეტები აქვს არეული და ესე არიან გაზრდილები და ესე ესმით, იმიტომ რომ ესე ჩასძახეს და თავის დროზე და ეხლა იმეორებენ იმას. ხო და ესეთ ადამიანებთან მე საერთო არაფერი არ მაქვს, იმიტომ რომ ყველას ინდივიდუალური აქვს საერთოდ ზოგადად ჯანმრთელობა. ზოგში უძლია, ზოგს არ შეუძლია. მე მიუხედავად იმისა, რომ არ შემიძლია, მართლა არ შემიძლია ფიზიკური შრომა, იმიტომ რომ როგორც კი ვიწყებ ფიზიკურად რაღაცა აქტივობას, ამ ბოლო ხანში თორე სპორტსმენი ვიყავი ბოლო თავის დროზე ბავშვობაში. მაგრამ როგორც კი ვიწყებ რაღაცა ფიზიკურ დატვირთვას და ასე შემდეგ სახლშიც, თუნდაც სახლში მაგალითად ხვედავ თქვა და იატაკებს წმინდავ. ძალიან ხშირად წელი მიკავდება და ეს მაქვს ეს პრობლემა სიგამხდრეშიც და ისეც. მოკლედ ხერხემალზე ბავშვობიდანაც ჰქონდა რაღაცა პრობლემები, მაგრამ როგორც ჩანს დროთა განმავლობაში გამოვლინდა. ხო და ისე რას ლაპარაკობთ, აგერ ტყავიდან კი გამოვწერი და კი ვიმუშავე იქ და კი ხედავდა, ვინც ხედავდა როგორ მუშაობდი. სახეზე ფერი არ მედო ხოლმე. და შეძლებით, ხა ესე ჩანდა, რომ შეძლებით ვაკეთებდი, მაგრამ არავინ არ მეკითხებოდა, როგორ გრძნობდი თავს, იმიტომ რომ ამტანობა მაქვს ეს, რომ ვითმენ, ბევრს ვითმენ, მაგრამ შედეგი ეს არის, რომ ეხლა მიწევს თავიდან რაღაცების გაკეთება და ჩემი თავის გონზე მოყვანა. მოკლედ, ესეთი ამბები და ხო, ვიღაცამ რაღაცები დაწერა, მოკლედ ხანდახან ვფიქრობ ხოლმე, რომ ძალიან დაბალი დონის აზროვნება აქვს ზოგიერთ ადამიანს, იმიტომ რომ თუ ვიდეოს უყურებს და მოისმინა, მაშინ ისეთ რაღაცა არალოგიკურ რაღაცებს რატო წერენ, ვერ ხვდები ხოლმე და ამიტომ საერთოდ უკვე ადრე რო ვთქვათ რაღაცა პასუხობდი ან რაღაცა, უკვე ვაიგნორებ, იმიტომ რომ ხვდები, რომ ძალიან პრიმიტიულად აზროვნებს ზოგიერთი და აი მართლა არ შეუძლიათ ეხლა და რა ძალა არ ესმით. ხო და თავისი ის აქვთ რა, თავის დაკრულზე ცხოვრობენ და ესე ესმით თავის ჭკუაში. მაგრამ არის საერთო აზრი და არის ხმათა უმრავლესობა და უმცირესობა და ესე უმცირესობაში როა ესეთი ადამიანი. მოკლედ. ახლა ამას გავაკეთებ, კი მეზარება ძალიან ახლა დიდი სიამოვნებით. დავიძინებდი სხვათა შორის ადრე ძელს მივეჩვიე მე პირადად. ახლა დავიძინებდი და საერთოდ ანუ საკვებს შეიძლება მე არ ვიცი სოსოს თუ ენდობება, მაგრამ რა ვიცი უკვე ესეთი ის არა მაქვს, ანუ არ მშია მოკლედ რო ვთქვათ რა. მაგრამ რაღაცები საჭიროა ხოლმე, იმიტომ რომ მქონია მე შემთხვევები ესეთი, რომ შეიძლება საერთოდ არ მომშიებოდა მთელი დღის განმავლობაში, საერთოდ. ეს იმ შემთხვევებში, როცა რაღაცა აზარტში ვარ, მაგალითად, როცა რაღაცას ვაკეთებდი, ჩემ ხელნაკეთ ნივთებზე მაქვს საუბარი, აი არ აქვს მნიშვნელობა იქ თოჯინა იქნებოდა, ის იქნებოდა, ეს იქნებოდა, მოკლედ, როცა რაღაცა საქმის პროცესში ვარ, მაგ დროს საკვები საერთოდ არ მახსენდება და ყოფილა ისეთი შემთხვევაც, რომ ცუდად გახდომამდე მივსულა და მერე მივხვდი, რომ თურმე არც წყალი დამილევი, არც საკვები მიმიღია და მერე მიკვირდა რატო არ ეს. ესეთებიც ყოფილა, მაგრამ ეს არის, როცა მოტივირებული ხარ, ხო, მაგაზე ნაკლებად ფიქრობ ან საკვებზე და ეს რაღაცეებზე. მაგალითად რემონტის დროს, როცა რაღაცას ვაკეთებდი აქ შპანელს, ან რაღაცა უკვე ანუ ეტაპობრივად რომ რაღაცას ვამატებდი ამ სახლს. მაგ დროსაც ორი ლუკმაც რომ შემეჭამა, აღარაფრის თავი არ მექნებოდა, აი მშიერზე მშვენივრად ესე კარგად შრომობდი. მახსოვს ერთხელ იქ ძველ მისამართზე
რაღაცას ხებავდი საღებავით და უჭმელი ვიყავი თავისთავად, საქმეს უწევაკეთებ, ესე ვარ ხოლმე ავტომატს. უჭმელი ვიყავი და ეს საღებავის სუნი რომ ვიყნოს, მოკლედ თურმე სუნი დგას, მაგრამ მე უკვე ვეღარ ვგრძნობდი. მერე შევატყე ჩემ თავს და დავსუსტდი და ხელები მიკანკალებდა, ფეხები მიკანკალებდა და მეთქი ხوار მოვიწამლე თქო და მოკლედ მთელი პროცედურები ჩავიტარე, რომ რაღაცა ხო და ესეთი ამბები გვაქვს ჩვენ, მე პირადად. ხო, ახლა ძალიან მეძინება, არ ვიცი თვალებზე მეტყობა თუ არა. დიდი ხანი არ გავჩერდი ჩემთან, სარეცხი მაქვს ერთი პარკი, კიდე გასაკიდი მაქვს, აქ ჩავამკიდებ, მართალია აქ ის არის. მაგრამ ვახერხებ ხოლმე, მაინც ვკიდებ ხოლმე, იმიტომ რომ მომიწია კიდე მონასტირზე სარეცხის წაღება. გარეცხვა და მოტანა და ეხლაც ასე გავაკეთებ, ეს არ დამრჩეს ახლა ღუმელი. მე მგონი ეყოფა, რაღაც თითქოს სუნი აღარ არის. ცოტა რაღაცა ისეთი ის დამწვრის სუნივით იყო და ხო, ახლა სარეცხის გაფენა ყველა ვარიანტში მომიწევს, ვერ ვიზარმაცებ. ახლა ქვაბი მაქვს ერთი გასარეცხი, ტაფა, ჭურჭელი დავრეცხე. ხო, კიდე მე ხო სუცივი წყალი მქონდა, ცხელი ხო არ მქონდა, ნინოს დამსახურებით ცხელი წყალი მაქვს ახლა სამზარეულოშიც და აბაზანაშიც და მოკლედ ის სილიკონის ერთწამით. მოკლედ ახლა ჩემი მეზობელი იყო, დამვიწყებია ჭურჭელი და გამივსო მანდარინებით და კამფეტებით და მომართვა. ანუ ცარიელი არ მომიტანა ჭურჭელი, ეს რა ვიცით. კარგით, აბა დაგემშვიდობებით, აღარ მახსოვს რაზე ვლაპარაკობდი ბოლოს. ესეც დაждდება ახლა მობილური და მოკლედ კარგით, აბა ხვალამდე მედია ხვალ გადავიღებ ვიდეოს. იმიტომ რომ სულ სოსოს აქვს ტელეფონი ამ ბოლო ხანებში. კარგით, აბა გავგვიცით.